ქართული მევენახეობა მეღვინეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და მიღწეული შედეგების განხილვის მიზნით ასოციაცია ქართული ღვინოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მონაწილეებმა დარგის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, სუბსიდირებისა და აგროსესხების სისტემას, ქართული ღვინის ექსპორტს, საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და კომპანიების წარმომადგენლების საერთაშორისო გამოფენებსა თუ კონფერენციებში აქტიურ მონაწილეობას. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს, სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Განვლილი პერიოდის მიმოხილვა შეეძლებოდა დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მევენახეობა მეღვინეობის დარგი არის სოფლის მეურნეობის გამორჩეული წამყვანი საიმიჯო დარგი, რომელიც საექსპორტო მნიშვნელობით ალბათ უმთავრესია. ამ დარგში შექმნილი იყო უამრავი პრობლემა, რომელიც 4 წლის განმავლობაში გადაწყდა. განვითარების ახალი პერსპექტივები ისახება და რომელზეც მეღვინეობის დარგთან ერთად ჩვენ შეჯერებული პოლიტიკით შემდეგი 4 წლის განმავლობაში საზოგადოებასთან წავიდეთ. სახელმწიფო აღარ შედის კონკურენციაში და არ ერევა კერძო სექტორის მუშაობაში და პირიქით დაიწყო ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან და მათთან ერთად შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგიაც, მარკეტინგური სტრატეგია და ზოგადად ყველა ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება კერძო სექტორთან შეთანხმებით. ასე რომ სახელმწიფო არ ერევა კერძო ბიზნესში, უბრალოდ ქმნის მარკეტინგული ღონისძიებებით ქმნის მოთხოვნილებას, პოტენციალს ზრდის ქართული ღვინის ექსპორტისა და წარმოებას რაც შეეხება, წარმოება აბსოლუტურად დამოუკიდებელია ხარისხს, სტილს და ასე შემდეგ ყველაფერს კერძო სექტორი ირჩევს.